გონიოს მიწებთან დაკავშირებული საკითხი ეკონომიკური საბჭოს ხდომაზე გავა, განაცხადა ბათუმის საკრებულოს მიწის აღიარების მუდმივ მოქმედი კომისიის თავმჯდომარემ. ლევან კინწურაშვილის ინფორმაციით, კომისია ქონების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას ელოდება. სახელმწიფო მნიშვნელობის მიწის ნაკვეთების რეგიონისთვის გადმოცემის მოთხოვნით კომისიამ წერილობით 3 თვის წინ მიმართა, თუმცა პასუხი სააგენტოსგან არ მიუღიათ. ამის შესახებ კი ლევან კინწურაშვილი ამბობს, რომ მოსახლეობა ინფორმირებულია. გონიოს მცხოვრებლებმა აჭარის მთავრობას განცხადებების განხილვისთვის ერთკვირიანი ვადა მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციებს გამართავენ. ჩვენ არ გვდავჩერდებით, ჩვენ ვითხოვთ ჩვენ საკუთრებას, მაქსიმალურ დისკომფორტს შევქმნით ხელისუფლებას. ეს იქნება ბლოკირება აჭარის მთავრობისა თუ მერიისა, ეს იქნება ყველა სტუმარი, ვინც თუ ჩამო ოფიციალური თუ არაოფიციალური, დავხტებით ქუჩაში, თხოვნით და გვეხმაროს, რადგან საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ იყოს დაცული საკუთრება. როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური ნება არსებობს ამ პრობლემის მოგვარების პრემიერ-მინისტრის დონეზე, საკითხი მაინც არ იძურება ადგილიდან. აი ამ წუთას კომისიას უკვე შეუძლია დაიწყოს საჭიროების შემთხვევაში ნებისმიერი მსურველი ესე იგი საკუთრების განხილვა. ვინაიდან სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტო ესე ცალსახად ამ საკითხთან დაკავშირებით პასუხს ვერ გაგვცემდა, იმიტომ რომ ეს ცოტა გლობალურ საკითხია და საჭიროებს უფრო ფუნდამენტალურ განხილვას ცენტრალური ხელისუფლების დონეზე. რამდენადაც ვიცი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაც აპირებს ამ საკითხის ეკონომიკურ საბჭოს ხდომაზე გატანას.